დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სემუელ მოინის წიგნზე უკანასკნელი უტოპია ადამიანის უფლებები ისტორიაში. წიგნში განხილულია ადამიანის უფლებების როლი ისტორიაში. წიგნი უპირისპირდება იდეას, რომ ადამიანის უფლებები სათავეს იღებს განმანათლებლობის პერიოდიდან, რევოლუციური მოძრაობებიდან თუ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან. ამის ნაცვლად მოინი ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებები მისი თანამედროვე გაგებით გაჩნდა მხოლოდ მე-20 საუკუნის 70-იან წლებიდან, რომელიც სხვა უტოპიური პროექტების კრახის შედეგად წარმოიქმნა. ისეთი პროექტების როგორიც იყო სოციალიზმი, ანტიკოლონიალიზმი და რევოლუციური მოძრაობები. მოინი კრიტიკულად უყურებს უფლებების დისკურსის როლს, გვაჩვენებს რა ისტორიულ კონტექსტს თუ როგორ მოხდა მათი აღზევება. ის ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებები არ არის მარადიული, მორალური და ჭეშმარიტი, არამედ ის არის ისტორიული პროცესების შედეგი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა მაშინ, როდესაც სხვა უტოპიურმა პროექტებმა, როგორიც იყო გლობალური სამართლიანობის იდეამ, განიცადა კრახი. ადამიანის უფლებები გაჩნდა გვიან. მოინი უარყოფს იმ იდეას, რომ ადამიანის უფლებებს გააჩნია ღრმა ისტორიული და ინტელექტუალური საფუძვლები დასავლურ ცივილიზაციაში. ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებები უძველეს პერიოდიდან ჩნდება. მაგალითად ძველ საბერძნეთში, ან რელიგიურ სწავლებებში, ან თუნდაც ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში და ფრანგულ ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციაში. ადამიანის უფლებები არც 1959 წლის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის შედეგად გაჩნდა. მოინი უარყოფს ამ კავშირებს და საუბრობს, რომ ეს რეტროსპექტიული ხედვაა და არა ნამდვილი ისტორიული რეალობა. ის ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებები იქცა მძლავრ პოლიტიკურ ძალად მხოლოდ და მხოლოდ 1970-იან წლებში. როდესაც უტოპიურმა იდეოლოგიებმა, როგორიც იყო რევოლუციური სოციალიზმი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის მესამე სამყაროში, დაკარგა მომხიბლელობა. ამის შედეგად ადამიანების უფლებები იქცა უკანასკნელ უტოპიად, სამართლიანობის ახალ კონცეფციად, რომელიც მოვიდა სხვა დიდი პროექტების ჩავარდნის შედეგად. მოინი ამტკიცებს, რომ 1959 წლის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას არ ჰქონდა გავლენები იმ პერიოდისთვის, როდესაც ის მიიღეს. იმ დროს, როდესაც ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს გარდამტეხი თარიღი იყო. მოინი საუბრობს, რომ ეს დოკუმენტი მისი მიღებიდან რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ სიმბოლურ აქტად. ცივი ომის პერიოდში 1950-იან და 60-იან წლებში ადამიანის უფლებები არ იყო პოლიტიკური დღესდღეობის ცენტრში. არც ერთი დაპირისპირებული მხარე, არც შეერთებული შტატები და არც საბჭოთა კავშირი არ განიხილავდა მას როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს მათ საგარეო პოლიტიკაში. ამის ნაცვლად მნიშვნელოვანი იყო იდეოლოგიური დაპირისპირებები, დეკოლონიზაციისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები. მოინი საუბრობს, რომ ისტორიკოსებმა გააბუქეს 1959 წლის დეკლარაციის მნიშვნელობა. 1970-იან წლებში დაიბადა ადამიანის უფლებების უტოპია. ამ პერიოდში რევოლუციურმა მარქსიზმმა, ნაციონალიზმმა და საერთაშორისო ლიბერალიზმმა დაიწყეს საკუთარი გავლენების დაკარგვა. მათ ფონზე ადამიანის უფლებები იყო ახალი პოლიტიკური და იდეოლოგიური ორიენტირი. განსაკუთრებით მათთვის, ვინც სამართლიანობისთვის იბრძოდა. ხალხს აღარ ჯეროდა რადიკალური რევოლუციური იდეების. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი იყო 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმება, ეგრეთ წოდებული ჰელსინკის პაქტი, რომელმაც ადამიანის უფლებები აქცია საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვან კომპონენტად. ამის გარდა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჯიმი კარტერმა, რომელმაც ადამიანის უფლებები აქცია ამერიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად. სწორედ ამ პერიოდში ადამიანის უფლებები, რომელიც აქამდე მეორეხარისხოვანი საკითხი იყო, იქცა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ დისკურსად. მოინი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები არ კონცენტრირდა ეკონომიკურ და სოციალურ სამართლიანობის საკითხზე, როგორც ეს სოციალიზმში იყო. არამედ ის კონცენტრირდა ინდივიდის პოლიტიკურ თავისუფლებებზე და მისი სახელმწიფო ძალადობისგან დაცვაზე. ადამიანის უფლებები პრინციპულად განსხვავდება წარსულის სხვა უტოპიურ პროექტებისგან. მაგალითად, სოციალიზმს უნდოდა საზოგადოების სრული გარდაქმნა, თანასწორობისა და კოლექტიური საკუთრების დამყარება. ნაციონალურ განმათავისუფლებელ მოძრაობები კი იბრძოდნენ სრული დამოუკიდებლობისთვის. ამ პროექტებისგან განსხვავებით, ადამიანის უფლებები თავზობს გაცილებით ზომიერ პროექტს, როგორიცაა ინდივიდის დაცვა რეპრესიებისგან. მაგრამ ეს ხდებოდა ისე, რომ საზოგადოებისა და სისტემის რადიკალური გარდაქმნა არ მოხდარიყო. მსგავსმა მინიმალურმა ბუნებამ აქცია ადამიანის უფლებების პროექტი წარმატებულად. სოციალიზმისა და ანტიკოლონიალიზმისგან განსხვავებით, ადამიანის უფლებები ყველა კონტექსტს ერგებოდა და მალევე იქცა უნივერსალურ პოლიტიკურ ენად. ამასთან ერთად, ეს მინიმალიზმი ნიშნავდა, რომ ადამიანის უფლებები არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მოხდარიყო ღრმა სისტემური პრობლემების გარდაქმნა. ეს იდეოლოგია აქცენტს აკეთებდა დარღვევებზე, მაგრამ არა მათ გამოწვევ ფუნდამენტურ მიზეზებზე.
სწორედ ამიტომ ის იქციან ძალიან კომფორტული ინსტრუმენტად დასავლურ სახელმწიფოებისთვის, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებისთვის, რომელსაც შეეძლო გამოეყენებინა ადამიანის უფლებების რიტორიკა შერჩევით, ისე რომ არ შეხებოდა ეკონომიკურ საკითხებს. მოკლედ გაიცანეთ წიგნს, მართლა საინტერესოა და ახლებურად დაგანახებთ ამ საკითხს.